ჩემო ლამაზებო, დღევანდელ გაშლაში მოდი ვნახოთ, რას საუბრობენ სხვა ადამიანები შენს ზურგს უკან. რას საუბრობენ შენს ზურგს უკან. ადამიანები ფიქრობენ შენზე, რომ შენ ხარ ძალიან მშრომელი ადამიანი, რომელიც მუშაობს ძალიან ბევრს და შესაბამისად ძალიანაც იღლება. შეიძლება ფიქრობენ, რომ ვორკაჰოლიკი ხარ და მუშაობის გარდა არც არაფერი განაღლებს და არც არაფერი გაინტერესებს, შენი ფოკუსი არის მთლიანად ამაზე. ასევე ფიქრობენ, რომ გაქვს ძალიან ბევრი შიშები ცხოვრებაში და ხშირად გაქვს უძილობა და თავის ტკივილები. ან შეიძლება ეს ყველაფერი სხვებს კი არ საუბრობენ, ისა შენი რეალობა, იმიტომ რომ უფრო ამას მიჩვენებს მე. არის სწორად და თავიდან ვეკითხვა, ჯერ შენი მდგომარეობის უნდა დამეწყო. ეს არის შენი მდგომარეობა და ამას ხალხი ვერ ხედავს, რა თქმა უნდა. იშვიათად ხედავენ ამ ყველაფერს ადამიანები და მაგიტო შემიყვარე აიჭვი. და ადამიანები ვერ ხედავენ მოკლედ შენი წარმატების მიღმა და რაღაცა იმიჯის მიღმა, რეალურად რამდენი შრომა დგას, რამდენი ჯაფა დგას და რამდენი რამე გაქვს შენ ყველაფრისთვის გაკეთებული. შენში ხედავენ, რომ ხარ ძალიან ცეცხლოვანი, ხარ ძალიან წარმატებული, აქტიური, მუდმივად მზად ხარ მოქმედებისთვის. და რაღაც ახლის დასაწყებად და ძალიან ისეთ ადამიანად აღიქვამენ, რომელთანაც ყოფნა სასიამოვნოა, რომელთან ენერგიების გაცვლა ძალიან სასიამოვნოა. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა შესაძლოა ეს მხოლოდ შენი რაღაც სახე იყოს, სოციალური ნიღაბი, რომელსაც შენ სხვებს აჩვენებ, მაგრამ შინაგანად ძალიან დიდ დანაკლისს გრძნობ ემოციური კუთხით და ძალიან მარტივად ვარდები დეპრესიულ მდგომარეობაში, თუმცა შენ გარედან ცდილობ, რომ ეს ყველაფერი არ შეიმჩნიო და მუდმივად წარდგე ხალხის წინაშე, ისეთი თქოს ძალიან ძლიერი ხარ, ყველაფერი გამოგდის, ყველაფერი შეგიძლია და ადამიანები ვერ ხედავენ იმ შენს შინაგან ტკივილებს, რომელსაც შენ რეალურად განიცდი. სამყარო გეუბნება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიცვა ბალანსი. არ გჭირდება ამდენი სოციალური ნიღბის მორგება, არ გჭირდება, რომ ადამიანები შენზე მუდმივად კარგად ფიქრობდნენ და კარგს ფიქრობდნენ, ხო? მთავარია ის, თუ შენი შინაგანი მდგომარეობა როგორია და არა უშავს თუ სხვები დაინახავენ, რომ ზოგჯერ გიჭირს, ზოგჯერ გტკივა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენ დაგეხმარება შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში, რომელიც რეალურად შენ ახლა დაკარგული გაქვს და კარგი იქნება თუ უფრო მეტად გამოავლენ ხოლმე საკუთარ თავს და საკუთარ შინაგან მდგომარეობას და დაანახებ სხვებს, რომ ზოგჯერ შენს გიჭირს, ზოგჯერ შენს გტკივა, ზოგჯერ შენს არ გიმართლებს ცხოვრებაში და რაღაცეებში, ხო? იმიტომ რომ რეალურად შენ ეს გჭირდება. შენ გჭირდება საკუთარი თავის გამოვლენა ისეთი, როგორიც ხარ და არა უბრალოდ ლამაზი იმიჯი საზოგადოებაში. შენი ძალა უნდა იდგეს შენს ავთენტურობაზე. და ამ შემთხვევაში აი ის შინაგანი ქაოსი, რომელიც ახლა გაქვს, აღარ იქნება, როდესაც შენ უფრო მეტად გამოავლენ შენს ნამდვილ მესს. კი, და მე შენ გადახვალ აი მართლა ცეცხლოვან ენერგიებში და აი ამ შემთხვევაში ეს შენი იმიჯი კი აღარ იქნება, შენ იქნები მართლა ასეთი, ხო? ეხლა თუ გაქვს განცდა, რომ აი აცდენა იმაში, რას ხედავს ხალხი და როგორი ხარ შენ, ეს ყველაფერი შეიცვლება, მოკლედ თუ შენ დაიწყებ შენი რაღაც სუსტი მხარეების ჩვენებასაც და გამოვლენას ადამიანებთან. და ფიქრობ ძალიან ბევრი კარგი ახალი მეგობარიც კი შეიძლება შეიძინო, თუ შენ გადავწყვეტ, რომ არ იყო ყოველთვის ძლიერი და არ იყო ყოველთვის ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს მართავს და ყველაფერს აკონტროლებს, ხო? სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა შენთვის, იმედი მაქვს რეზონირდა შენზე ეს ინფორმაცია და თუ დაქვს შეკითხვები, რომელსაც ვერ გიპასუხე ამ გაშლის განმავლობაში, მაშინ გელოდები ჩემთან პირად სესიებზე. გისავნით ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას. აბა შენიც.